დღევანდელი თემა ეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანის ცხოვრებისათვის წყაროს. ნუ ხო ვიცით რომ აუცილებელია ადამიანის რომ ჯანმრთელი იყოს, ნორმალური კვება, ნორმალური კომფორტაბელური ცხოვრება, ასევე ვარჯიში, ხო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბიოლოგიური თვისება, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის სწორი სუნთქვა. ანუ სუნთქვის შედეგად სხვათა შორის ხშირად მიფიქრია და ალბათ როდესმე მოვიძიებ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს აი ძველ ჩინელები ფლობენ ამ მეთოდიკას, მაგრამ უფრო ტიბეტის ქურუმების თემა, როდესაც პულსის მეშვეობით, ხო, იგებენ, თვლიან, რაღაცა ჯამი გამოყავთ და აქედან გამომდინარე თვლიან შენ სწორე სუნთქვის ფაზას, იმ რაოდენობრივ სუნთქვის რითმს, რომელიც შენ გჭირდება ჯანმრთელობისათვის. საერთოდ არა მარტო ეს, ხო, სუნთქვის მეშვეობით ადამიანმა შეიძლება განკურნოს აბსოლუტურად ყველა დაავადება, მაგრამ ამას ცოდნა უნდა. ის რაც მე ვიცი, ხო, სწორი სუნთქვა ეს არის საწყისი და ბაზა სწორი ხმის და ვოკალის მუშაობისათვის სცენაზე დიდ ხანს როცა შეგიძლია იმღერო და არ დაიღალო, ესეც ბაზირებს სწორ სუნთქვაზე და რაც მთავარია, ეს პატარა ვიდეო რაც მინდა მიუძღო, ეს არის ელემენტარული ადამიანის გახთომა. ანუ როგორ ხდება ტექნიკა ჩვეულებრივი სუნთქვის, შეიძლება რაღაც მომენტში მოგეჩვენოთ, რომ ეს პრიმიტიულია, მაგრამ არ არის პრიმიტიული. თუ ცდით, რაღაც სიტუაციაშიც კიდევ მიხვდებით, რომ აი ეს არ არის იმდენად ადვილი, იმიტომ რომ ყველაფერი არის დაკავშირებული სუნთქვასა და ტვინს, ანუ რატო? შენ უბრალოდ კი არ სუნთქავ, შენ აკავშირებ ამ შენ რაღაცა ფორმას, სუნთქვის ფორმას ტვინთან და ტვინის მეშვეობით სიგნალს აძლევს სხეულს, რომ მან ეს სხეულმა ეს რაღაცა ამა თუ ის ქმედება გააკეთოს. ანუ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, ხო არის სუნთქვები, როდესაც წერია ყოველთვის რომ აი მაგალითათო ჩაისუნთქე 4-ზე, გააჩერე მერე 6-ზე, მერე ისევ გამოისუნთქე რაღაც რაოდენობა. ყოველთვის ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ამიტომ ყოველთვის თუ არ აყავთ მართლა ისეთი სერიოზული ექიმი, ჩინელი ან ტიბეტელი, რომელმაც იციან კონკრეტულად როგორ უნდა დაგიყენონ სუნთქვის გრაფიკი, არასოდეს არ მიყვეთ რაღაც აი უბრალოდ წაკითხულ და მოსმენილ რამის გაკეთებას, უბრალოდ თქვენ ორგანიზმს მოусმინეთ. ესე იგი, ჩემ შემთხვევაში მაგალითად აი სუნთქვის დამაწყნარებელი ვარჯიში ხდება 4 დათვლაზე შესუნთქვაო და 6-ზე გამოსუნთქვა, მაგრამ არანაირად არ ჯერა, იმიტომ რომ მე 4-ზე მაგალითად აი რო შევისუნთქე, ხო, 6-ზე არ გამომდის, იმიტომ რომ ძლიერი ფილტვი მაქვს სიმღერიდან გამომდინარე 18 დათვლაზე გამომდის ამოსუნთქვა. დიდხანსვე. ამიტომ უფრო იოლი მომენტია, როდესაც თუმცაღა ეს დათვლა აკონტროლებს თქვენ თქვენს ტვინს იმ მომენტში, როდესაც სუნთქავთ. ეს კარგია, მაგრამ უფრო იოლია, უბრალოდ თქვენ თვითონ იფიქრეთ თქვენ მდგომარეობაზე სხეულის. აი, როგორ გაგიადულება, მაგალითად, აი შეისუნთქავ всё, უკვე ხმენტი აღარ ჩაგდის, ხო? ხა დაიწყე გამოსუნთქვა, ხო? იქამდე სანამ დაიცლები, სანამ შეგიძლია. ხო, ტექნიკის მეორე მომენტი, აუცილებლად შესუნთქვის დროს, აი ეს არ მუშაობს მუცელი გაიბერება, გამოსუნთქვის დროს ჩაიჩუტება. ესე იგი, შესუნთქვის ცხვირით ვაკეთებთ შესუნთქვას და გამოსუნთქვას ასოსივით ჭიმავთ, კუმშავთ მუცელს და პირით გამოვისუნთქავთ. ეხლა რა ხდება? დაჯექით თქვენთვის აი ესეთ ადგილას, სადაც გრძნობთ სიჩუმეს, სიწყნარეს. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ, შეგიძლიათ არ დახუჭოთ, როგორც უფრო გიადვილდებათ. ცხვირით შეისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ისუნთქავთ სინათლის ძალიან იმ ლამაზ ენერგიას, რომელიც შენ მოგწონს.
შესუნთქვის შედეგად ისუნთქავ ამ რაღაცა ღვთაებრივ მშვენიერ ენერგიას, ატარებ მთელ სხეულში და გრძნობ ამ პროცესში როგორც ყვავილი, ისე იფურჩქნები და ისეთი მშვენიერი ხდები. ამას როდესაც გაითავისებ, აი შესუნთქვის შედეგად, ნახე რა ხდება? გამოსუნთქვის პროცესი. იწყებ გამოსუნთქვას და უკვე ფიქრობ, როგორ გამოგაგ სხეულიდან ზედმეტი შლაკები, ზედმეტი ცხიმები, ზედმეტი ქონები, ზედმეტი ყველაფერი, რაც შენს სხეულს გააჩნია და ამ გამოსუნთქვის შედეგად აი ტვინი გეხმარება, რომ წარმოიდგენ, როგორ გამოისუნთქავ იმას, რაც არ არის შენთვის საჭირო. ანუ იდეოლია ხო, მაგრამ ცადეთ, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკა, რომელიც ძალიან გეხმარება. ეხლა თუ შენ გადაიღორე თავი და ჭამე და არ მერე დაჯექი და გააკეთე სუნთქვა და ავოი ეხლა გავხდებიო ხო, ეს გამორიცხული თემაა, მაგრამ შენ თუ ზომიერებას მიყვები, ხო, საერთოდ იგივე, აი, რატომ მიყვარს მე ძალიან, რატომ ვსწავლობ კაბალისტურ მეცნიერებას, ხო, იქ გასწავლიან ყველაფერი არის ზომიერებაში, ხო? შენ თუ ზომიერად მიიღე საკვები, შენ თუ ზომიერად მოძრავე, ივარჯე, პლუს რაღაცა მომენტში დღის განმავლობაში ყველაზე კარგია დილით, როდესაც გაიღვიძებ და ძილის წინ. გააკეთებ ამ სუნთქვას. სუნთქვა მაგალითად შეგიძლიათ დაიწყოთ 3 ჯერ გააკეთოთ, მერე უკვე აწიოთ 10 ჯერ. 10 ჯერ შეისუნთქოთ, გამოისუნთქოთ. უკვე თქვენ იმდენად ხო იცით ჰორმონი კორტიზოლი მე მგონი თუ არ მეშლება ხო ეს ჰორმონია რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ სტრესულ მდგომარეობაში. არასოდეს არ გეგონოთ რომ სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება გახდეს რა. აი იმიტომ რომ სტრესულ მდგომარეობაში თურმე სხეული რას აკეთებს იცი შეშინებული სხეული ამარაგებს ცხიმს პირიქით იმარაგებს. იმიტომ რომ გონია რომ აი ისეთ სტრესშია რომ ეხა მშიერია საშინელ დღეშია და შია ამ დროს ან შენ ზევს აკვებს და ეშინია და იმარაგებს და ამიტომ იმის მაგეთ რომ გახდე პირიქით რჩები იგივე წონაზე ხო შეიძლება არ მოიმატო მაგრამ იგივე წონაზე რჩები. ამიტომ აუცილებლად რატო არის იგივე აი ჰორმონებიო ახალგაზრდობაში მუშაობს ახალგაზრდები ჭამენ და მაინც უკან ხთრები არის იმიტომ რომ ბედნიერი ხარ უფრო ახალგაზრდა როცა ხარ. ეს ჰორმონალური ფონიც გეხმარება და ასაკთან ეს ჰორმონები უკვე ნაკლები რო რჩება ცხიმებს რა წვავს ჰორმონი მარტო ხო და ეს ჰორმონალური ფონი რო აღარ არის ესეთი ძლიერი ადამიანი სტრესში შედის და ამ სტრესიდან გამომდინარე უკვე აი ისიც რამდენი მინახე აუ რამდენს ვარჯიშობ რამდენს რაღაცა ბევრს ავჭამ მაგრამ არ ხვდები იმიტომ რომ სტრესში ხარ. ამიტომ აი ეს სუნთქვა ხო აი ეს ვარჯიშები სუნთქვის ელემენტარული ძალიან ნიოლი ხო შეისუნთქე გამოისუნთქე უბრალოდ წარმოიდგინე შესუნთქვის დროს ხარ ბედნიერი და სინათლის წარმომადგენელი სხეული და გამოსუნთქვის დროს გამოისუნთქე ის რაც არ არის შენის. ასე სხვათა შორის ეს არა მარტო სხეულის გახთომას და გამოჯანმრთელებას ეხმარება, ეს ეხმარება ასევე თურმე აი როდესაც აი თვალი გაქვს ან ვიღაცამ რაღაცა ბოროტი შენზე თქვა რაღაცა სხვის აურაში მოექცია და გრძნობ რომ არ არის ეს შენი თემატიკა აი ეგეც გწმინდავს თუმცა იმიტომ რომ მაგ დროსაც როდესაც შეისუნთქავ და წარმოიდგენ რომ ღვთაებრივ სინათლეს წყაროს უერთდები ხო გამოსუნთქვის დროს ფიქრობ და ეუბნები შენ თავს რომ ყველაფერი რაც ჩემი არ არის წავიდეს ჩემგან. ყველანაირ ნეგატივის გამოდევნა შეიძლება ამ სუნთქვის მეშვეობით. ასევე დაწყნარება, ასევე გახთომა და ასევე ჯანმრთელობა. აი მაგალითად ადგილი რომელიც რაღაცა გაწუხებს, ხო, აი მაგალითად თქვათ ტკივა, აი ეს მხრის ეს ადგილი, ხო, აი კონცენტრაცია გაუკეთე, შეისუნთქე სინათლის ენერგია იმ ადგილას, სადაც არის ტკივილი, დახუჭე თვალები, იმუშავე ამ სინათლით აი იმ ადგილას, რომელიც არის მტკივნეული და შემდგომ ეცადე რომ ეს ტკივილი გამოიტანო სხეულიდან. ანუ ხშირ შემთხვევაში კითხვა დაუსვიათ რომ აბა სინათლეს ისუნთქავო, სინათლით წარმოვიდგინო ისევე როდესაც გამოსულ არა. როდესაც ტკივილი გამოგაქვს, შეგიძლია წარმოიდგინო როგორ გამოდის რაღაცა აი ესეთი მუქი ფერის ენერგია, არასასრული ენერგია.
მაგრამ გვიჩნდება კითხვა, ხო, რომ როგორ შეიძლება, ესე იგი, მე ვხვდები, გამოდის, რომ მე ვაბინძურებ დედამიწას და გარემოს, ანუ მე შევისუნთქე სინათლის ენერგია, ჩემში დავტოვე და ბოროტება გამოვაგდე გარეთ. არა, მეგობრებო, ნახეთ რა ხდება, ჩვენ იმდენად ძლიერ ენერგეტიკულ წყაროში ვარსებობთ, ჩვენ იმდენად ვართ ამ სინათლის ნაწილები და საერთოდ ილუზორულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ დედამიწას აქვს კიდე სხვა ფორმირება. დედამიწა არის, რატო არის, რომ ყველა სხეული იდება მიწაში, ხო? იმიტომ რომ მიწა არის ცალკე მატერიული უდიდესი ტრანსფორმატორი. ის აკეთებს ტრანსფორმაციას ყველა აბსოლუტურად ნეგატიური ენერგიის. ასე რომ შენ თუ შეისუნთქავ ღვთაები სინათლე შენში და ტკივილს გამოისუნთქავ ნაცრისფერ ან რაღაც იმ ენერგიას ფერშავს, არის რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ტკივილის ენერგია და გადასცემთ მიწას, ხო, აი წარმოიდგინეთ, რომ აი დამიწების ტექნოლოგიაც არსებობს, ეს კიდე სხვა თემაა, სხვა დროს მოვყვები. აი გამოუშვებთ ამ ენერგიას და გადასცემთ მიწას, ის ჩავა და ტრანსფორმირებას გააკეთებს თავისებური დიდი ძალით, ცუდ მატერიაში არა, არამედ თავის ენერგეტიკულ კარგ სფეროში. ამიტომ თავარია თქვენ შეძლოთ აი ამ ტექნოლოგიის რაღაც გათავისება, ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ თვითონ ტექნიკა არის იოლი, უბრალოდ უნდა რაღაცა აი მოძებნო რა ეს მომენტი და გადაწყვიტო, რომ აი ისევე როგორც ყოველდღე რაღაც ყავას ვსვავ, საფირფაიშოში შევდივარ, ჭამ, აი უნდა გავაკეთო სუნთქვის ვარჯიშიც, რომ ვიყო გამხთარი, ლამაზი, ჯამრთელი, შესაბამისად ახალგაზრდა და ბედნიერი. ნუცართ პოდკასტი, გახდით ჩემი ფოლოვერი, იყავით ჩემთან ერთად, რა ვიცი და ვისაუბროთ მე რასაც ვსწავლობ, არაფერს კიდევ ერთხელ ვიძახი, არ გიზიარებთ იმას, რაც არ ვიცი, რაც არ არის ჩემ თავზე გამზრდილი. ბევრი რამე ვიცი, იცი რამდენი რაღაცა შემიძლია გიამბოთ, მაგრამ არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რატომ? იმიტომ რომ სანამ მე ჩემ თავზე არ გამოვცდი რაღაცას და არ მივხვდები, რომ ეს მუშაობს, ხო? იქამდე აზრი არ აქვს ესე ბლა 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 რაღაცების მოყოლას. ბედნიერი დღე ყველას, ნუცართ პოდკასტი, ვიყავით ჩემთან ერთად.